გითხრათ გოგოებო, რომ ვაი დედა, სალონში შეღებილი თმა ისე ავდა. რო დავაკვირდი, ვინც შემიღება მე, ანუ რავი, არ გავგიშდი რა. ნამდვილად არ გავგიშდი, იმიტომ რომ რაღაცა მომენტები ქონდა, ეგ რაღაცა ვერ იყო კარგად შეღებილი რა. შეიძლება იმ თმა ვერ აიღო იმ მომენტში, მაგრამ ეხლა ეთყობა რა, არა ვერ აიღო და რა არ იყო შეღებილი კარგად. ხო და სხვათა შორის სალონში მითხრეს, რომ თმა აუცილებლად უნდა იყოს ან წინა დღეს დაბანილი, ან იმ დღეს დაბანილი, როცა შეიღებავთ, ამიტომ შევარდი გუშნილი სისწრაფით და დავიბანე კიდევ, იმიტომ რომ უკეთესია გოგოებო, როცა არის დაბანილი თმა, უკეთ იღებება, არ ვიცი როგორც მე მითხრე, შეიძლება ვცდები, ვერ გეტყვით. მაგრამ არ მგონია ეხლა ვცდებოდი მაგ ამბავში, იმიტომ რომ მითხრა ისეთმა ადამიანმა, ვინც უშუალოდ ამ ყველაფერზე მუშაობს, ამიტომ მოდი ვენდობი და მეც გავითვალისწინე, ასე რომ ვთქვათ. რა თქმა უნდა, მე ძალიან კარგად თმას ვერ ვიღებავ, გოგოებო, ჩემით ეს არის გრძელი შედარებით და მიჭირს ამის შეღება ძალიან რა არის დასამალი. მაგრამ რა ვიცი, ძირითადად შეკრული მაქვს და უფრო ორიენტირებული ვარ ხოლმე, წინა მხარე იყოს კარგად შეღებილი. რა ვქნა, ვერაფრით ვერ ვღებავ თავიდან ბოლომდე ამ თმას ისე როგორც ვთქვათ სალონში, ან თუნდაც სახლში სხვა შეგღებავს. ვერ ბოლოები შესაჭრელი მაქვს, იმიტომ რომ მაქვს ფუჩეთში ჩვეულებრივი. ხო და ამ ამბავს უნდა მივხედო აუცილებლად. ბოლოები უნდა შემოვიჭრათ. თუნდაც ჩემით უბრალოდ ბოლოები უნდა შევჭრა. ახლა არაც. ახლა მაგისთვის არ ვცალია. აი მე როგორ ვიტანჯები წადიშვილო სალონში და შეიღებე, ამიტომ არის სალონი. უკან უფრო როგორ ვღებავ ხოლმე გოგო ვიცით, ხელით. ანუ ეხლა ნახეთ მე რას ვიზავ, რო არ ვიწვალოთ ჩვენ, ისედაც არ ვიცით შეღებვა და რო არ დავიტანჯოთ, შევღებოთ აი ამ მე ყურზე წავისვი, ამ მეთოდით, რომელიც ბევრად მომწონს, ვიდრე ის ჩოთქის გლასუნი უკან და საერთოდ როგორც ვღებავ თან. რა თქმა უნდა, მთლად კარგად ვერ შეიღებება უკანა მხარე, თუმცა უკან მხარე რო გითხრათ მალე გადადის, მოგატყუებთ უფრო წინა მხარე, რომ უფრო ხშირად ხო წინ ხვდება ხელი და უფრო მალე გადადის ხოლმე. მაგრამ არავად არადობთ არაფერს, არავად არადობთ არა. იმდენად კარგად გრძნობ თავს, ხო, რომ ეგეთ რაღაცებზე დარდის სურვილი არ მაქვს გოგოებო არანაირად. თავარი ხე ჭრელო პეპელა არ ვიქნები და სხვას არაფერს მართლა სიმართლე რო გითხრათ არ ვიტარდობ. თორე ამ თმა შეიძლება იდეაში ორიც უნდა, მაგრამ რავი მე ერთიც რჩება ხოლმე, კარგად რო ვერ ვღებავ. რაც სამქვეყნოდ სიყვარული მეფობს, მე ყველასი ოტრფიალე ვარ. ეს რა არის? ყუდამისული. მეორე თათმანები უნდა ვიყიდო გოგოებო, ამაში ატარებს და არაფრად არ ვარ გადებას გეფიცებით. ამიტომ ამით დიდად ნუ შეიღებავთ. ვერ ვიტანა ის აიმებს, მაგრამ არა უშავს. ეთი სამ დღეში გადადის ხოლმე რა. მაგრამ ახალი შეღებილი რომ აქ ყველა მეუბნება ხომ ეხა შეიღებე, ძალიან მეტყობა ხოლმე ისინი და მეთქი კი. ვაზელინს ვიყენებ ხოლმე და მაინც არ ვიცი რატო, მაგრამ მაინც არის ხოლმე ეს პრობლემა. თან იმ სარკეში ვიყვედები, თან თქვენ გიყურებთ. კიდე კარგად ვღებავ. ვაიმე. მაჩები დამიხანა. სიყვარულო. ეს როგორ ხარი? რა დედას გოგო რა. კი, საყვარელო ერთი წუთი აქ მამ ნაწილში კარგად წავისვათ. ხო და ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. ყველა.
ხა მართალია იმ მომენტში არ მომეწონა გოგონა შეღებილი, იმიტომ რომ თეთრები დამიტოვა ისეთ ადგილას, სადაც რა ვიცი ვღებავ ხოლმე, მაგრამ ყველა მასე ხო არ არის. ანუ უბრალოდ რა ეხა ადამიანს გამორჩა რა მოხდა ეხა. არც არაფერი, მაგრამ დიდად არ გავგიჟდი და ამიტომაც აღარ ვიღებო. თან გოგოებო რა არის, იცით, სიმართლე გითხრათ ეხლა ერთი არ მომეწონა და მეორე კიდევ 25 ლარზე მეტი დამეჯდა ეგ შეღება და ამ თმაზე, ამ მოკლე თმაზე, შედარებით მოკლეზე. ხო და რა მაგიტომაც არ გავიგიჟე ეხლა თავი რა. მაინც მოდი მოვატრიალოთ გოგოებო, მოვატრიალოთ. მანამდე სახლი უნდა მოვხვეტო და მოვწმიდო. დანარჩენი ყველაფერი გაკეთებული მაქვს აბსოლუტურად. უბრალოდ მინდოდა რომ ეს დამესრულებინა. რომ ის ყოფილიყო რა ქვია. სანამ ეს სახლს მივაწყრიალებ. ესეც იმას იზავს რა ქვია. მზად იქნება რომ ვიბანაო. მე და მარიკო, ხო ჩემო სიცოცხლედე? ხო დედი? ჩემ მარიკო, ხო იცი და აღარ ტირის ბანაობის დროს ისი ახარებს თავის დედიკოს ხო? ვერც კი წარმოიდგენთ ხო საყვარელო? აბა რა დედიკო რაღა დროს ტირილია უმაგრესი გოგო მყავხარდე. ასე ვაიმე ამოვწყდი ამას შეხედეთ. ასე უნდა წახვიდე გვანცა სამსახურში ყოჩა. უთოთ მარიკოს ბაღის სამოსი ცოტა ვერ გავიგე რა უნდა ჩავაცო, იმიტომ რომ სიგრილეებია, მაგრამ ახლა მაგალითად კარგი მზე გამოვიდა და ცოტა ანუ ვერ გავიგე რა და როგორ. მე და თითი დავიწვი, მაგრამ უნდა მოუწესრიგო ესენი რამდენიმე დღის. არ ვიცი გოგო უთოს რა დაემართა, ნახეთ როგორ აქვს და სადღაც ვნახე მგონი ლიმნის წვენი თუ ძმარი არ მახსოვს და მარილი ჩამოუსვეს და გაწმინდეს და ძალიან ბევრი ინფორმაცია დევს სხვათა შორის უთოს წმენდასთან დაკავშირებით და აუცილებლად მინდა ეთყობა დამწვერია. დედიკო ნახე საუბრობ სიყვარულო და დავთავრებ მე მკითხე ხოლმე, კარგი? და აუცილებლად უნდა გავწმიდო, იმიტომ რომ ახალი უთუო და უბრალოდ მართლა არ მახსოვს რა ეკრო, ანუ ეგ ინციდენტიც კი არ მახსოვს რამ გამო რა როდის დაემართა ეს. ხო და უნდა გავწმიდო. გავუმზადებ. ძალიან მიყვარს ხოლმე როგორც კაფსულა ისე მარიკოს ტანსაცმლის გამზადება და ჩემიც, მაგრამ უფრო ძირითადად მარიკოზეა საუბარი. საკიდებზე ვიცი ხოლმე ერთი კვირის სამოსის დაკიდება თავისი ყველაფრით. ერთზე თუ არტევა, ორზე არ აქვს მაგას მნიშვნელობა. მაგრამ მერევა ხოლმე ცოტა რა გოგოებო, იცით რომ ხან ისეთი მზე გამოვა ხოლმე რომ იმ სამოს ვერ ვაცმევ. ხან რომ გონია რომ აი ხა კაბა ჩავაცმევ, ვერ ვაცმევ, იმიტომ რომ ძალიან ვთქვათ გრილა და რაღაცა მეგრე რა, მაგრამ ამებს გავუმზადებ მე ჩემ გოგოს. იმიტომ რომ არ ვიცი თუ დასჭირდება ჩავაცმევ ეს გრილები თუ არა და სხვა რამეებსაც გავუთებ რა პრობლემაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი მომენტია რომ აი ვერ ვიგებ ხოლმე ხანდახან მაინც მგონია რომ ესენი ჯერ ცოტა ადრეა მაისური და ქურთუკით საკმარისი იქნებოდან მაისური და დაუშვათ თუნდაც რავი გრძელკავიანი არ ვიცი რა ცოტა ამრია მაგ ამბავმა ვერ გავიგე მაგრამ რამდენიმე სვიტერი მინდა გაუუთო და შარვალი შარვლები მაინც სულ სჭირდება ამიტომ უმრავლესობაც გაუუთოვებ ჩემს ლამაზ გოგოს მე ძალიან მიყვარს როდესაც ბავშვები დაყავთ ძალიან მოწესრიგებული გასუფთავებული არ აქვს ხმნიშნულობა ბაღში დაყავს თუ რა ვიცი სადმე ყავს თუ სახლში ყავს არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი უნდა გამოიყურებოდეს ისე როგორც საჭიროა როგორც დიდი ადამიანი ახლა რა ვიცი სხვათა შორის ვუყურე არის ბავშვთა ფსიქოლოგი რომელიც
იღებს ვიდეოებს ბავშვებთან დაკავშირებით, ტანტრუმებზე და ნუ აი ყველაფერზე რაც ბავშვს ეხება, მოკლედ რო გითხრათ რა. და ძალიან დამაინტერესა ტანტრუმი, ბავშვის ზედმეტად ემოციური მდგომარეობა არის ტანტრუმი, როცა ბავშვი ხდება უმართავი, აწყობს ისტერიკებს, იწვება იატაკზე და ასე შემდეგ კივის და ვერ აჩერებს შობელი. ყველაზე დიდი რაც არის და ყველაზე მეტადო რაც არ უნდა გააკეთოთ არის ის რომ მის ისტერიკას დაუმატოთ ზემოდან თქვენი ისტერიკა, იმიტომ რომ ამ დროს ბავშვს ჭირდება დამშვიდება, რომ ჯერ თავად უნდა დაწყნარდეს, მაგრამ ამაში მშობლის ვინც არ უნდა იყოს იქ ძალიან დიდი წვლილია. არ შეიძლებაო დაიგნოროთ ბავშვის ტანტრუმი, მაგრამ არც შეიძლება რომ აი ზემოდან დაუწყოთ რომ რა გჭირს და შეეცადეთ რომ მის დონემდე დახვიდეთ სიმაღლით, ჩაიკუზოთ, თან დაიჩოქოთ, არ აქვს მაგას მნიშვნელობა და აი ასე ესაუბროთო რომ მე მესმის შენი პირობითად დედიკო რატო ცხარა ამ მდგომარეობაში მე მესმის შენი და აი ასე ესაუბროთო აუცილებლად ვიზუალური კონტაქტი დაამყარეთო, ანუ თვალი თვალთან იგულისხმება რა თქმა უნდა, რომ ბავშვმა იგრძნოს, რომ მარტო არ არის და მისი ესმით. და ძალიან საინტერესო ხოლმე მსგავსი რაღაცები ეს არა მხოლოდ ახლა ასეთ ვიდეოებში, ზოგადად ეს ყველაფერი ბაღშიც გამოსადეგია და ბაღშიც ვიცით ეს ყველაფერი, მოკლედ, ვინც მუშაობს თუ არ მუშაობს და თუნდაც სულ არ იყო ბაღში მშობლებმა უმრავლესობამ რა თქმა უნდა იცის ამის შესახებ, რომ ხშირად ხდება ტანტრუმი და როგორ მივუდგეთ ბავშვს, რამდენჯერსა უნდა მოვისმინო ან ვუყურო, მაინც საინტერესოა ხოლმე და მაინც ვჩერდები ამ ვიდეოზე რომ მოვისმინო, რაც ბავშვს ეხება, იმიტომ რომ ნუ ჩემი პირდაპირი რაღაცა ხაზი გადის ამ ყველაფერზე და რა თქმა უნდა საინტერესოა ხოლმე ჩემთვის ყოველთვის მსგავსი ვიდეოები. ამიტომ გირჩევთ ხოლმე რომ როცა არ იცით თქვათ როგორ მიუდგეთ ბავშვს ასე რაღაცა სხვა ვითარებებში, ვფიქრობ რომ უკეთესია გადაავლოთ თვალი რაღაცა მსგავს ვიდეოებს, ნახოთ, რაც არ იცი ადამიანმა სულაც არ არის სირცხვილი, რაც ვიცი იმასაც კი თავიდან ვიმეორებ ხოლმე, თავიდან ვსწავლობ, თავიდან ვუყურებ. ამიტომ ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესოა დედებისათვის, ახალბედა დედებისათვის თუ უკვე ძალიან კარგად გამოცდილი დედებისათვის, რაც აუნა თითქოს გამოცდილი იყო რაღაცნაირად მაინც დედებს გვერევა ხოლმე რაღაცეები, მიდგომები. შესაძლოა იმ ტანტრუმის დროს შენც არ იყო ფსიქოლოგიურად იმ მომენტში მზად ამისთვის, ამიტომ ხო, ნუ რაც არის ის არის რომ არ უნდა გადაატანინოთ ბავშვს ყურადღება, რომ აი ნახე პირობითად ჩიტი მოფრინავს, ეს მოფრინავს, ის მოფრინავს და დამშვიდდი და არა, უბრალოდ აგრძნობინეთ რომ მასთან ხართ და მისი გესმით. ეს არის მნიშვნელოვანი და ზოგადად მეთოდიკაშიც ეს ძალიან აქტუალურია და ეს ყველაფერი ჩვენ ვიცით და ყოფილი სწავლობ და გავდივართ. ამიტომ რომ ტანტრუმი არ არის მხოლოდ მაშინ როცა დედასთან არის ბავშვი, ტანტრუმი შესაძლოა იყოს მაშინ, როდესაც ბავშვი იმყოფება ბაღში, სკოლაში და ნებისმიერ ადგილას. ასე რომ მე ვგიჟდები ამ სიტყვაზე. გიჟდები ჩემი გოგო სამოსზე. მოდი ახლა ჩვენ, ვაიმე დედა გადამეწვა თავი სასწრაფო თუ არ დავიბანე, დედას გეფიცებით ვგრძნობ როგორ ვიწვი. კანი ამტკივდა თქო ვიძახი. კარგად მქონდა ხოლმე აწყობილი ხო უბრალოდ დასტაბილურდეს ამინდები, იმიტომ ძალიან სხვადასხვანაირი ამინდებია. მქონდა ხოლმე თქვათ ზედა და ქვედა ერთად, თავისაცვალთან ერთად დაკიდებული და აი ესე მქონდა აწყობილი ყველაფერი. უბრალოდ ეხლა ისეთი ამინდებია, მე თვითონაც არ ვიცი რანაირი ამინდებია, ამიტომ დიდად არ ვაპირებ. უბრალოდ მინდა რომ წყობში კონდეს მარიკოს თავის სამოსი. ნებისმიერ დროს რომ დასჭირდეს და ყოველდღიურად არ მომიწიოს დაუთხოვება სამოსის. ეგ არის რა.
ამასე. ახლა ავალ უცებ ვიბანავებ, თორე ძალიან მომტკივდა თავი. იმიტომ რომ რეალურად დიდი ხანია მაქვს ეს საღებავი უკვე გაცდა 40 წუთს ასე ვთქვათ. უბრალოდ არ მეცალა არანაირად დასაბანად, მაგრამ თუ არ დავიბანეთ, შეიძლება კანი დავიწვათ. კარგი. ეს რაც შეეხება ამას, სვიტერებს რაც შეეხება, უნდა დავკეცოთ, იმიტომ რომ ამას ახლა ესე ვერ დავტოვებ, თუმცა მე არ მიყვარს, როდესაც ვაუთხოვებ სამოს შემდეგ მისი დაკეცვა, იმიტომ რომ მაინც ფორმას კარგავს და მაინც თავი დავაუთხოვებ ხოლმე. ხო, აი არ ვიცი, ნახოთ როგორ იქნება. მაგრამ ისე დაბჭუმჭული მაინც არ იქნება ხოლმე არც ერთ ვარიანტში. მოკლედ ესეთი ამბები წავალ, ხა მე ვიბანავებ. მარიკოც და გვიან ვიბანავებ. და ვნახოთ, ასე ვთქვათ, როგორ ფერს მიიღებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს გოგოებო, რომ ჟღალ ფერზე არ დამიჯდება ისე თმა, თორე აი შეიძლება გავგიჟდე. უბრალოდ აი წინა მხარე რაღაცნაირად ვერ შეიღება, მაშინ დიდი ხნის შესაღები იყო და ალბათ მაგიტომ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასე აღარ იქნება. აი შევინახავ. თუმცა რაღაცა ვინახავ, ჩემი სამოსის გასაუთხოვებელი მაქვს, იყოს ჩამოვალ და შემდეგ მივხედოთ ისევ საქმეს. თქვენ მანამდე დამიწერეთ, რითი შეიძლება გავწმინდო, რაც უკვე თქვენ სცადეთ, რაც ინტერნეტშია გასაგებია, ვნახავ კიდევ, მაგრამ თქვენ რა ცადეთ და როგორ ცადეთ და გაიწმინდა თუ არ გაიწმინდა, მივიღებ რჩევებს. მადლობა წინას. ხოთ ერთი რა ფერის თავი გამომივიდა. ესე იგი, შავი არის გოგონებო ორნაირი. ეხლა მე რაც მიდევს რა. ერთი არის ესეთი ძალიან შავი და მეორე ისეთი ცოტა ლაითი რა. ხო და როგორ ჩანს აი ეს ცოტა ლაითმა წაიყვანა რიჟაზე. ხო და ახლა შევიღებე უფრო მეტად შავით და აი ვნახოთ, რა ვიცი, რაღაც არ ვინტუპი. რაღაცა არ მომწონს თითქოს. თუმცა მშრალზე კიდე სხვანაირად ჩანს და მოდი ვნახოთ. წადიდა. ჩემი შრობა მე მეტის ნერვი იცით რომ არ მაქვს. ხო და ეხლა ცოტა მოვაწესრიგებ და ვნახოთ ერთი რა ფერზე დაჯდა. მე მგონი რომ კარგად შავია. ნახოთ. ებავიანი ვარ ხალხო. ნუ ერთი ორ დაბანაში კი გამწრება ეს შავე, მაგრამ ვერასოდეს ვერ ვიხებავ ისე როგორც საჭიროა. დედას გეცებით ყველა იმაზე მეუბნება ხოლმე, რომ სახის კრემს ნუ ვისვამ ისე გეგონება ღურის ხრწილს ვხეჭავდე. მაინც ვერ გავიგე. მაინც ისე ვიკეთებ. კაი, გავიკეთოთ აბა. აი, ყველაზე მეტად ბოლო პერიოდში ასაც ვფიქრობ, ეს არის აემის შეძენის სინანული, იმიტომ რომ ვაიმე ძალიან დიდია ხალხო და მე პირადად ვერ ვიყენებ. ისე როგორც საჭიროა, იმიტომ რომ ძალიან თხელი თმა მაქვს. რა ვიცი, ხა რეკლამებში ისე იკუწკუწებენ თმებს, რომ რა გითხრათ, მაგრამ მე კი ხედავთ ხოლმე, რომ ხშირად არ ვერ ვიყენებ, ანუ აი რავი. უცებ რომ სადღაც გარბი ხარ აწესრიგებს მაგაზე უდაოდ, რავი, 10-იანი პლუსით. უცებ აწესრიგებს, სულ თმაზე საუბარი ხალხო, მშრალზე ეს არ გამოდგება, მაგრამ თუ კარგად გასწორება გინდა, უნდა იცოდე, რომ კიდევ უთხოვ დაგჭირდება რა. ეხლა მე ჩემი უთხოვ ისე აღარ ასწორებს, როგორც მე მინდა სამწუხაროდ.
ხო და აუცილებლად უნდა ვიყიდო თუ ვიპოვე ზუსტად ეგეთი, იმიტომ რომ ნუ არ ვიცი. ვირივით იმუშავა. დავიწყოთ ცოტა ფორმა მივცეთ. ძალიან სწორად აღნიშნე, იმისთვის არის კარგი, რომ უცებ მოიწესრიგოთ და გაიქცეთ. თუმცა თუ ძალიან გასლეპინებულად გინდათ გასწორება, ეს ამისათვის რა თქმა უნდა ვერ გამოდგება. ცოტა მოვწესრიგდეთ, იმიტომ რომ უნდა წავიდეთ სალოსთან. და რაც შეეხება შეღებვას, კარგად შეღება ნამდვილად. ანუ ამას რა ვუყო, არ ვიცი, ეხლა ნახეთ ნერვით დამაგლიჩს. მაგრამ სხვა გზა არ არის. უნდა გადავიდეს რამენაირად, რაც არ უნდა ქნა, მაინც არ ფარავს. ხო და ოპა, ცოტა მოწესრიგდი. რომ გული არ გავუხედქო არავის რო გავალ. ასე. ცოტა სარკეს ჩავიხედოთ. ხედავ კარგად იქით. ოდნავ რომ ხო შეფეროს ტუჩი მეტი არაფერი არ მინდა. აი ასე. მოდი აბა შუქზე ვნახო ერთი რა შევფერე. ამ შეღებილი. ისე ხო აღარ არის მორიჟაო. არა. აღარ არის მორიჟაო და მე მგონი რომ ძალიან კარგად არის შეღებილი. ასე. წავიდეთ მაღაზიაში და ვიყიდოთ რაღაცები. აკუბაში. პური მინდა დატოვებულია კობას და ამას სხვა რაღაც უნდა ვიყიდო კიდე. ხასიათზე არ ბრძანდება ქალბატონი. გამარჯობა, შედიდეთ. გოგოს ვიმემუთხარით, რომ დაეშვას დაბლა თუ შეიძლება. მარიკო ნუდგები მათ მაინც მეშინია და მე რა ის არის. დაც არა, ნუ მეშინია არა დედა მეშინია, ხრას ნიშნავს ნუ მეშინია. იმაზე რო უდოს ფეხი კარმა. დედიკო, საყვარელო. მოგციცებს შეგიჭამდე, ჩამოდი საყვარელო. ვინ წავიდედე? ვაიმე ჩემო სიცოცხლე დე. მე და მარიკო თმის გაშრობას, ხო და დიდი იმედი გვაქვს, რომ ნერვები გვეყოფა ორივეს ამ ვაიმე. რაც გავარ. ჩემმა გოგომ იბანავა, ფჩხელებს და ჭასიც აღარ უწუწუნია ხო ასეა და ხო და მოდი აბა გავიშროთ თმა. რაღაცნაირად ტრადიციასავით აქცია, რომ გადავიღოთ და თმას რო იშრობს იმ დღეს რო გადავიღეთ რაღაცა მოეწონა. უფრო მარტივად წავიდა ეგ ამბავი გაშრობის, ხო და მოდი გავიშროთ. Baila, baila, baila. ¿Por qué tú me acuerdas? Ara. Baila, baila, baila.
რატო? აუფეთქვდით დედას გეფიცებით ავდუღდი პირადად მე და ბავშვიც დარწმუნებული ვარ ხო ცოტა გვეწვის მაგრამ არა უშავს ხო და დადექი დედა ვაიმე ნუ იჯღანები ჩემ თავს გაფიცებ ძალიან ცოტა არა უშავს და ეხლა სიმხურვალე ალაგ-ალაგ რო ხდებოდა რო დავდებდა შენ მისრობ ხო და ძალიან მეწვის ვაიმე და მამა რო გიშრობს ხოლმე მეწვის მამაზეც გეწვის აჰა აბა ვიზაღუძახოთ რო გაგიშროს ხოლმე ყველგან მეწვის ყველგან როგორ გეწვის და ახლოს არ მომაქვს ძალიან რა ვიცი ბალიჟე რო დავდებ ალბათ მეწვის სად რას დადებ? ბალიჟე რო დავდებ უბრალოდ სიცოცხლე ნახეთ ხალხო როგორ გაეზარდა თმები უბრალოდ მინდა გაჩვენოთ რა გაუშვერ წამიდევა ჩვენო ნახეთ რა ხელასი ჩემ გოგომ უკვე ჩაიცვა ქვემოდან საღამური ხო და ერთი წუთი და ხო მალე ვწვევით იმიტომ რომ რატო დედიკო უნდა დავიძინოს ხო და რატო უნდა დაიძინოს საყვარელო ანუ ძალიან მეძინება ხო და რატომ უნდა დაიძინო ადრე ხვალ რა ხდება ჩემო ლამაზო რა თქმა უნდა ბაღში უნდა ავდგეთ რაც ავტომატურად ნიშნავს იმას რომ ადრე უნდა დავიძინოთ გინდა ნაწნავები ხვალ გინდა გაგიკეთო დედი ხვალ ვერ მოვასწრებთ ძალიან ადრე მივდივართ მოდი დღეს გაგიკეთებ გინდა ხო და ხვალ რადგან ძალიან ადრე მივდივართ იმიტომ რომ ხვალ მორიგეო და 9:30-ზე სამსახურში უნდა ვიყო უკვე და რაც ნიშნავს იმას რომ მარიგეოდა დღეს ძალიან ადრე ერთი წუთიდე ამიტომ ერთი წუთით დედიკო გთხოვ ეხლა რა მეც ხომ უნდა გავემზადო დე გააჩერე თავი თუ გიყვარდა ერთი წუთით თუ გინდა გაგიკეთებ კაცო მადროვე ერთი წამი რო აღარა მაქვს მაგდენი დრო ღამია უკვე და მილიონი საქმე მაქვს გააჩერდე თავი ხო და ამიტომ გოგოებო ის არის რა ქვია ბარემ დღეს გავუკეთებ არ დაეშლება თუ ოდნავ დაეშლება იმას შევუსწორებ არც ეგ არ არის ჩემი გოგოსთვის დიდი პრობლემა ხო დედიკო გავუკეთებს აუცილებლად ასე ჩემი დედიკო გაუკეთებს ჩემ ლამაზ გოგოს კარგი სახე მაქვს რა თქმა უნდა კარგი სახე გაქვს დედა აბა ჩაკრასკოლის ხმარა მაქვს არა დე რაღაცა ჩაკრასკვა ხამი ახლა არ ვიკრასკებით ხო ასია სიყვარულო არც თამაშობ ხო უკვე უნდა დავისვენოთ საათი ვნახო დედიკო ერთი წუთით ჯერ ადრეა მაგრამ შეგიძლიათ ცოტა ხანი ითამაშო კარგი საყვარელო ჯერ ადრეა მაინც 8 არ არის საათი და რა თქმა უნდა ხარ 8 ძინებ მაგრამ ჯერ სანამ ამას მოვჩებით სანამ
რამეს მიირთმევს სანამ ჩემი გოგო მერე უკვე იმას იზავს რა ქვია გააჩერე სიხარულო მოვა დაძინების დროს ბატონო და ხო ხვალ იწყება სკოლა გილოცავთ პატარებო დედებო ყველას განსაკუთრებით იმ ადამიანებს რომლებსაც პირველ კლასში მიყავთ თქვენი შვილები და დარწმუნებული ვართ ძალიან დიდი ღერძა გაქვთ ხვალ იწყება სკოლა ხო ხვალ ნენე იწყებს სკოლას ჩემი სალოს გოგო რო ვახსენებ ხოლმე პატარებს ხო და ადამიანის რომელსაც ეზიზღებოდა ბაღი ასეთ ადამიანზე მაქვს საუბარი და როგორ იქნება ეგ ამბავი არ ვიცით ერთი წუთი სიხარულო ახლა აქეთ არ იწვალო თორე დაგეშლება შევთანხმდით როგორ იქნება სკოლაში გუნზი არ ვარ თუმცა მაინც გუნია რომ კარგად იქნება ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემი პროგნოზით კარგად უნდა იყოს ყველა ვარიანტში ცოტა ხელვა აქვთ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ბაღზე კივილი წივილი და ვერაფრით ვერ მიაჩვიეს ერთი წუთი სიხარულო ხო და ნუ როგორ იქნება არ ვიცით დავასრულოთ და დაგიბრუნდებით მოდი ვნახოთ როგორ აქვს მარიკოს თმები აი ასე გამოიყურება ჩვენი გოგოს ნაწნავები აქეთაც ეს ასე ხვალ დარჩება როგორც არის თუმცა ეს რადგან ცოტა ისე მოგვივიდა ფართეთ და იქით წავიდეთ ხვალ აი ამ მდგომარეობაში ექნება ეს მხარე და ესე გადმოყრილი თმა ხოდე ახლა რო არ შეაწყოს იყოს ასე წავედით დროებით გემშვიდობებით ხვალ ანუ ბავშვი რომელიც ხალხო თაფლს არ ჭამდა ბიცულა ჩემთან დაიწყო თაფლის ჭამა და დღეს ვეხვეწე სახში და თაფლი არ მიყვარს ანუ არაფრით არ მიირთვა და ამ დროს ბიცულა ჩემთან ორი ნაჭერი თაფლიანი პური მიირთვა რასთან მაქვს საქმე და რატომ უყვართ ყველაფერი ბიცულა ჩემთან და სახლში არ უყვარს ეგ ვერ გავიგე მაგრამ ბიცულა ჩემი აქა მომიყვანე ხოლმე და მაგას აქ ვეჭმებო ანუ უბრალოდ აღარ ვიცი რა ვქნა ხალხო კვირა დღის სიხარული თქვენს და სადაც თქვენი კაც მე ხო მოგიხსენებათ ის არის შლაპა დავიფარე იქ მივდივარ პურზე უნდა ვიყიდო ვაგზალზე არის 1-3 თეთრით იაფი და გავიქცე და ვიყიდო რატო მივცე ძვირი აქ ხო ჩემს აბეზობელს აი დაღბარზე რო ჩახვალთ და მოუხვევთ ხელმაჯვნივ იქა კი არა გაჩედით მე ჩადიხარ და სტოპ სანამ მეტროში ჩახვალ იქა ორი ქუჩი დაბლა ჩემს უბეს ყავს 53 წლის ბალღი თვითონა ბალღს ეძახის ჩემს უკვე არალია მაგრამ თვითონა ბალღს ეძახის ხო დღეს ახლა არ ვიცი გვერდით არა ვიყავდა ხუთი ქუჩით მაღლა რო არა მოსულიყო აბა ტრენდულო ნარიადულო უბნის თვალო დუდი თუ შეგიძლია რომ მომცე შაქარი და მარილი და მომაკლდაო და ახლა მე ქველმოქმედი ვარ და მე ვთხარი პრობლემა არ არის ხო ჭაუყარე ორი კოზი გავატეთ ხო და რა შეიძლება მე ვთხარი ეშენი ბიჭი ჩავურტყი ქნას ბალღმაო ისო თავისთვისო რა უნდა აკეთოსო გადის ოთახიდან ოთახში ქალობი უთხარ 59 წლის ბალღი მარტო შეიძლება ცხოვრობდეს საქართველოში ბალღი ხალხო არის ჩვილი ჩემი გოგოს ახლა 4 წლის არის და უკვე ქალობს ხო რაღაც უშავის ბალღობაა სამსახურიდან დაწყოს ხო და მე უთხარი ჭკუდა ნუ ამჭერი ძალიან გევედრები მე ვთხარი ამ სისხლ დილით ხალხო ახლა წურათა გამიგეთ მაგრამ 43